გამარჯობათ ბატონებო, ძვირფასო თანამოძღვენო, დღევანდელი ჩემი გამოსვლა განაპირობა საქართველოში შექმნილმა მძიმე მდგომარეობამ და მისმა უფრო გაუარესებამ, ამ შემდეგ რაც გააქტიურდა ეგრეთ წოდებული სტუდენტური მოძრაობა. ეგრეთ წოდებულს იმიტომ უწოდებ, რომ ამ სტუდენტური მოძრაობის უკან იმალებიან ის ბნელი ძალები, რომლებმაც წამოიწყეს საქართველოში ამბოხება და ეს ამბოხება დღესაც გრძელდება. ბატონებო, მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ამბოხება, რომელიც დაიწყო 19 აგვისტოს და დიდი ხანია მზადდებოდა უკვე. დიახ, მე არა მარტო თვალმხილველი ვარ ამ ამბოხების, არამედ უშუალო მონაწილეც და მონაწილეობა მაქვს მიღებული მის მომზადებაშიც და თვითონ ამ ამბოხებაშიც. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩემი შეცდომა და მე ეს ვაღიარე ქართველი ერის წინაშე და მე ამის არ ვცხოვრია, რადგან კაცს თავის შეცდომის აღიარებაზე უნდა იყოს ნება და ვაჟკაცობა. ამბოხებ ჩვენ არ ვიცით ხვალდადზე რა მოხდება, ამიტომ მე გადავწყვიტე რომ ქართველი ერისთვის მომეთხრო დეტალურად თუ რა ხდებოდა ამბოხებამდე და ამბოხების პერიოდში. ეს განაპირობა აგრეთვე იმანაც, რომ მას შემდეგ რაც მე ამბოხებულები ვამხილე გაზეთ თბილისის საშუალებით, მაინც ბევრისთვის გაუგებარი დარჩა და ბევრი კვლავ ჩვენი სტუდენტები, ყოველ შემთხვევაში ნაწილი ჩვენი სტუდენტებისა მხარს უჭერენ ამ ამბოხებას. ბატონებო, შეთქმულება მზადდებოდა გამიზნულად და მიგი მიზნად ისახავდა საქართველოს ხელისუფლების დამხობას. პირველ პერიოდში, ანუ ივნისის დასაწყისში, შეთქმულები თავიდან იკრიბებოდნენ ზურაბ წერეთლის, ჩვენი მოქანდაკის და მხატვრის ბინაზე ბაგებში. აქ იკრიბებოდნენ თენგიზ კიტოვანი, გოგი ხოშტარია, მოდიოდნენ აგრეთვე სხვადასხვა პირები, მე მხოლოდ 1-2 იმას შეკრებას დავესწარი და მე იმიტომ დავყვებოდი გოგი ხოშტარიას ყველგან, რომ არა მარტო მისი თანაშემწე გახდით, არამედ მისი დაცვის უფროსიც ვიყავი. და მე ამ და იქ იკვეთებოდა აზრი იმისა, რომ საქართველოში უნდა დამხობილი იყო არსებული ხელისუფლება და მის მაგივრად უნდა მოსულიყო უფრო დემოკრატიული, როგორც ისინი ეძახდნენ ამას. უფრო დემოკრატიული წესწყობილება უნდა დამყარებული იყო. მოვლენების და განვითარების მიხედვით, რომ მას შემდეგ რაც გოგი ხოშტარია გადააყენეს, ხოლო თენგიზ სიგუა გადადგა იმიტომ, რომ იგი გრძნობდა, რომ მასაც იგივე ბედი ელოდა თავისი ავი საქმიანობის გამო. შეთქმულებმა გადაინაცვლეს თენგიზ სიგუას ბინაზე. აგრეთვე შეთქმულები იკრიბებოდნენ მინისტრთა კაბინეტშიც თვითონ თენგიზ სიგუას ყოფილ ოთახში. აქ და ის მოტივი, რომელმაც სტუდენტებმა წაუყენეს ბატონ ზვიად გამსახურდეს, როდესაც მათ აღნიშნეს, რომ თენგიზ კიტოვანი მას შემდეგ გავიდა რკონს, რაც პრეზიდენტმა მიიღო გამოსცა ბრძანება გვარდიის გაუქმების შესახებ, ეს არის ფიქცია და ყალბი, იმიტომ რომ მე კარგად ვიცი, რომ მთავრობის დამხობის მცდელობა იყო მანამდეც, 19 აგვისტომდე. სწორედ თენგიზ კიტოვანმა 17 აგვისტოს შესთავაზა თენგიზ სიგუას, რომ მე ჩემი ძალებით ავიღებ მთავრობის სახლს. თენგიზ სიგუამ მოიყვანა ერთი მიზეზი ამის უარსაყოფად, რომ ქართველი ერი ჯერ ამისთვის მზად არ არისო და ამიტომ არ განახორციელეს და ამ ჩანაფრის განხორციელება არ ეწერა ამის გამო. ესე იგი თვითონ თენგიზ სიგუა ამისთვის მზად გახდათ ბატონებო. და გარდა ამისა, როდესაც ლაპარაკობენ გვარდიის გაუქმების შესახებ, მე აგერ მაქვს ქსერუ ასლი, გაზეთ სვაბოდნაია გრუზიიდან, ბრძანებისა ბატონ პრეზიდენტისა, უკას პრეზიდენტა რესპუბლიკი გრუზია, ორი ორგანიზაცია, внутренних войск, Национальной гвардии Министерства внутренних дел Республики Грузия, დათარიღებული 19 აგვისტო 91 წლის. დიახ ბატონებო, რეორგანიზება და არა გაუქმება და ვგონებ რომ ეს იყო გონიერი გადაწყვეტილება იმის გამო, რომ ქართულ ჭაბუკების სიცოცხლე არ ყოფილიყო ხელყოფილი, რადგანაც ჩვენ არ ვიცოდით რა მოვლენები განვითარდებოდა შემდგომში მოსკოვში. შემდგომ ამისა ბატონებო, უკვე 23 სექტემბერს თენგიზ კიტოვანმა აიღო ტელევიზია. ტელევიზიასთან მე უკვე აქ ხვდებოდი ისეთ პიროვნებებს, როგორიც არიან ნათაძე, იმნაძე, გიული შარტავა, მარგიანი, აგრეთვე კვარაცხელია, ესენი ყველანი ერთად იკრიბებოდნენ და ეს ადამიანები, რომლებსაც ადრე საერთო ერთმანეთთან არაფერი არ ჰქონდათ, შეაკავშირა რაღაც
მიზანმა. და ეს მიზანი ყველასთვის დღეს ნათელია ჩვენთვის. აგრეთვე თენგიზ სიგუას ბინაზე, სანამ იგი წავიდოდა შავნაბადაზე კიტოვანთან, იკრიბებოდნენ ჩვენი ეგრეთ წოდებული დემოკრატი დეპუტატები თედო პაატაშვილის თაოსნობით, ჩორგოლაშვილი, ურიდია, დიხამინჯია. დღეს ისინი ამტკიცებენ, რომ არავითარი კავშირი არ ქონიათ ამბოხებასთან, არა და მათ ისინი ყოველთვის კოორდინირებას ახდენდნენ მანამდეც და მას შემდეგაც რაც კიტოვანმა აიღო ტელევიზია, კოორდინირებას ახდენდნენ თამიანთი მოქმედების შესახებ კიტოვანთან. აგრეთვე ჩვენც ბატონებო მე ცოტა უკან გადავინაცვლებ ახლა 24 აგვისტოს მეც მქონდა კოორდინირება თენგიზ კიტოვანთან და ჩვენ შეთანხმებულად მოქმედებით 24 აგვისტოს ჩვენმა საზოგადოებამ დაგეგმა აქცია, ესე იგი ჩვენ აქ უნდა აგვიგორებინა ტალღა და იქიდან დაგხმარებოდა თენგიზ კიტოვანი, ესეთი ჩანაფიქრი იყო. მაგრამ ამ აქციას განხორციელება არ ეწერა, მე 23-ში ამიყვანა მილიციამ, საიდანაც მოვახერხე გამოპარვა, მილიციას არ ვახსახელებ ახლა იმ რაიონს, მისი დისკრედიტაცია რომ არ მოხდეს ამის გამო და 24-ში იგი მე რა მინდა აღნიშნო მეგობრებო, რომ მე იმდენად დაჯერებული ვიყავი ჩვენ სიმართლეში, რომ იმანაც კი არ შემაჩერა და 24-ში კვლავ მივედი იმ ადგილას, სადაც უნდა გაგვიმართა აქცია. აქაც მოხდა ჩემი აყვანა და მეწაყენებული მექნა ბრალდება ცილის წამების გამო. დიახაც, ზუსტად იმიტომ, რომ აღნიშნული ბრძანება და ჩვენი განცხადება არ ეთანხმებოდა სრულებით ერთმანეთს. მე იქ ვლაპარაკობდი გვარდიის გაუქმებაზე და შეურაცხყოფას ვაყენებდი მთავრობის წევრებს სხვადასხვა შეურაცხყოფელი ფრაზებით. მე ახლა სამართლიანად ვთვლი ჩემს აყვანას, იმიტომ რომ ჩემი ხელით უნდათ ბოროტის რახვების განეხორციელებინათ ავის ჩრეგელებს. მას შემდეგ რაც ტელევიზია აღებული იქნა და მე გამოვაქვეყნე გაზეთში საქართველოში პრეზიდენტის გამაკრიტიკებელი წერილი, დიდი ნდობა მოვიპოვე ამბოხების მოთავეებთა შორის. იმდენად დიდი ნდობა, რომ იარაღით შემეძლო შესვლა თენგიზ სიგუასთან, რომელსაც დიდი ბევრი ხალხი დარაჯობდა. ერთ-ერთი ასეთი შესვლის დროს, ეს გახდათ 27 სექტემბერი, მაპატიეთ, მე შევესწარი მასთან ასეთ საუბარს. და ამ საუბარს ესწრებოდნენ ხოშტარია, ქვილითაია და რუსი წარმოშობის პიროვნება, რომელიც საკმაოდ კარგად ფლობდა ქართულს, მაგრამ აქცენტზე ეთყობოდა, რომ იგი რუსი წარმოშობის იყო. საუბრის დროს ისინი აღნიშნავდნენ, რომ შევარნაძემ ეს ყველაფერი იცის, რომ შევარნაძე ამას ყველაფერს დადებითად აფასებს, რომ შევარნაძე არის ერთ-ერთი მხსნელი საქართველოსი, მე რა თქმა უნდა, ამან გამოუგნა ამ საუბარმა და ამის აზრმა და წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, მე მივხვდი, რომ ღალატში მედო წილი საქართველოს ღალატში. მე რა თქმა უნდა, ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება არ გამომიხატავს მათთან, რადგან ეს რო გამეკეთებინა ალბათ ეხლა ტელევიზორში ვერ გამოვიდოდი, გამომშვიდობე მათ, ჩამოვედი ქვემოთ, შევკრიბე საზოგადოებამ და ჩემ მეგობრებს განუცხადე თუ რაც ხდებოდა. ჩემი მეგობრებიც ძალიან შეაფიქრიან ამან, ყველა დაგვაფიქრა ჩვენს აქციელზე და გადავწყვიტეთ გამოსულიყავით ამბოხებიდან. გამოსულიყავით, მაგრამ იმის მიზნით რომ დაგვიდგინა ბოლომდე თუ რა ხდებოდა და ბოლომდე გაგვირკვია ამბოხებულთა პოზიცია, გადავწყვეტ ცოტა ხანი კიდე დარჩენილიყავით. 28-ში, როდესაც კიტოვანმა განაცხადა, რომ ზვიად გამსახურდიას ბრძანებით შავნაბადაზე დაიხოცა 60 კაცი და ატეხა განგაში 4 საათზე და მეორე დღეს რომ გაირკვა, რომ ეს იყო სიცრუე და დეზინფორმაცია, რომ მხოლოდ 9 საათზე იქნა აყვანილი 3 გვარდიელი და განთავისუფლებული შავნაბადა, მე ავედი კიტოვანთან და უთხარი, რომ რა საჭირო იყო, რასაჭიროა, რომ იგი ავსელებს ასეთ დეზინფორმაციას. მან მითხრა, რომ ასია საჭირო საქმისათვის და რომ იგი თენგიზ სიგუას ეტყვის და ხვალე თენგიზ სიგუა იტყვის, რომ შავნაბადაზე დაიხოცა 5 კაცი. ესეც ჩვენთვის გამოუგნებელი იყო, ბატონებო. გამოუგნებელი იყო აგრეთვე ის კონტინგენტი, რომელიც ტელევიზიაში იკრიბებოდა, მე აღნიშნე, აგრეთვე გამომჩავა ერთი პიროვნება, მიშა ხამუკოვი, თუ არ ვწდები, იცით, ეს გვარი შეიძლება შემიშალოს, მაგრამ როგორც შემდგენ გაირკვა, ის იყო, ესე იგი, კგბ-ს პირველი განყოფილების უფროსი ტელევიზიაში. აგრეთვე ისეთი პიროვნებები, ერთმანეთთან პოლარულად დაპირისპირებული პიროვნებები იკრებებოდა ეგრეთ წოდებული ინტელიგენცია, იკრებებოდნენ ცეკას წევრები, შენგელაია, ლანა ღოღობერიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი
და ეს ყველა დაპირისპირებული ადამიანი ადრე დაპირისპირებული დღეს რაღაც მიზნით იყო გაერთიანებული. ეს იყო კიდე ერთი მიზეზი ჩვენი იმისა რომ ჩვენ დაგვაფიქრეთ ჩვენმა საქციელმა. აგრეთვე მე უკვე 28-ში ჩემ მეგობრებთან მოლაპარაკებით ჩვენ პრეფექტურის შენობაში მივიწვიეთ გოგი ხოშტარია. ჩვენ ქონდა იქ ჩვენი ოთახი თქვენ კარგად იცით რომ პრეფექტურა დარბეულია, მაგრამ პატიოსან სიტყვას ვიძლევი რომ ჩვენი საზოგადოების არც ერთ წევრს ამაში წვლილი არ შეუტანია. ჩვენ ქონდა იქ ერთი ჩვენი ოთახი, როდესაც იგი ვისვენებდით ხოლმე პიკეტიდან რომ მოხსნით ჩვენ ხალხს, ვისვენებდით ხოლმე დღის განმავლობაში და იქ იარაღს ვინახავდით და ასე შემდეგ. შევედით ამ ოთახში ბატონებო და ჩემი ორი მეგობარიც ესწრებოდა, მაგრამ მე მათ სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებ. მას შემდეგ რაც ცოტა შევთვერით, მე ვარნიშნე ჩემს მეგობრებს და ისინი გავიდნენ. მე როდესაც დავჭი მარტო გოგი ხოშტარიასთან, მასთან გავაბი საუბარი იმის თაობაზე, შევარდნაძის თაობაზე და საქართველოსზე ჩამოვაგდე საუბარი. იგი, ესე იგი, გამოწყდა იმაში, რომ ესე იგი შევანაწერი ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც უშველის საქართველოს, რომ საქართველო ძალიან პატარა, რომ რუკაზეც არ ჩანს, ესე იგი, იგივე მოსაზრებები, რაც კომუნისტებს ჰქონდათ თავის დროზე და რომ თუ უშველის საქართველოს, უშველის ეს ევროპის ინტეგრაციის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს და ამიტომ საქართველოს დარჩეს რუსეთში, რათა რუსეთთან ერთად მოხდეს ევროპის გაერთიანებაში. ყველაფერი უკვე განათელი იყო ბატონებო და ჩვენ უკვე მივიღეთ იმის გადაწყვეტილება, რომ გამოსულიყავით ამბოხებიდან. გამოვიდით 29-ში და 30-ში გავაკეთეთ განცხადება ამის თაობაზე. აგრეთვე იმავე ხანებში, იმავე დღეებში ჩვენ მივმართეთ ამბოხების მოთავეებს და ამბოხებულებს, რომ დაეწყოთ იარაღი და დამორჩილებოდნენ კანონიერ ხელისუფლებას. მათ ეს ყურად არიღეს და მე უკვე იძულებული ვიყავი, რომ მეიმხილა ამბოხების მოთავეები, რაც გავაკეთე 8 ნოემბრის გაზეთ თბილისში. მაგრამ ეს ეთყობა საკმარისი არ აღმოჩნდა და მე დღეს კიდევ მზად ვარ ისინი ვამხილო იმიტომ რომ არ ვიცით ჩვენ რა მოხდება ხვალდასეგ და არა და ქართულმა ერმა უნდა იცოდეს სრული სიმართლე. უნდა იცოდეს იმაზე თუ რა ხდებოდა და ვინ არიან ამბოხების მოთავეები და რა მიზანი აქვთ მათ. აგრეთვე მინდა მიმართო იმ სტუდენტებს, რომლებიც დღეს დაჟინებით მოითხოვენ სხვადასხვა წვრილ მოთხოვნებს მოითხოვენ პრეზიდენტისაგან. ისინი ვინც ხვდებოდნენ პრეზიდენტს, ნაწილი, მათი უმრავლესი ნაწილი მე კარგად მიცნობს, იმიტომ რომ ეს მაშინდელი სპეი, დღევანდელი ტექნიკური უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, არიან იქ იყვნენ ისეთი პიროვნებები, ვისთანაც ერთად მე ვიბრძოდი კომუნისტური წყობილების წინააღმდეგ და ისინი დამეთანხმებიან იმაში, რომ 99 წლის მარტში სწორედ ჩემი თაოსნობით გაიმართა პირველი ანტიკომუნისტური აქცია სპეიში. მათ ისინი ჩემს ხასიათსაც კარგად იცნობენ და იციან რომ მე მათ არ მოვატყუებდი და ამიტომ მიკვირს ძალიან. როდესაც მე ისინი გავაფრთხილე ჩემი გამოსვლის მერე ამბოხებიდან გავაფრთხილე რომ ფრთხილად ყოფილიყვნენ, რათა ამბოხების მოთავეებს ისინი არ ჩაეთრიათ ამბოხებაში და არ დაედოთ თავისი წილი საქართველოს ღალატში. მათ ყურად არიღეს ჩემი შეგონება. მე ამით იმის თქმა კი არ მინდა რომ მათ ჩემი მოსაზრებებით და ჩემი გონებით უნდა ჩემი აზრებით უნდა იცხოვრონ, არა ბატონებო, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნო, მე ისინი მიცნობენ და იციან რომ არა ვარ სრუპენტელა კაცი და თუ რამეს ვიტყვი იმას ნამდვილს და ჭეშმარიტს. და ის ზუსტად ამან ესე იგი გამოიწვია ჩემი წყენა რომ მათ არ დაიჯერეს და მართლაც წარმართეს რაღაც მიზეზებით, ესე იგი მოგონილი მიზეზებით აქცია. აგრეთვე მე მათ მინდა განუმარტო რომ გადახედონ მათ საქართველოს ისტორიას, გადახედონ აგრეთვე სხვა ქვეყნის ისტორიებს, ალბათ გადახედულიც აქვს და ნასწავლიც აქვს და ნაცვლად დაინახავენ რომ როდესაც ისინი უყენებენ პრეზიდენტს პრეტენზიებს რომ რატო გიყენია შენს გვერდით ვთქვათ ყოფილი კომუნისტები, ისინი ამ ისტორიის გადახედვით დარწმუნდებიან რომ ძლიერი და გონიერი პოლიტიკოსები ურთიერთობას ამყარებდნენ ხოლმე და თავის ყოფილ მოწინააღმდეგეებთან. და ამას აკეთებდნენ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესების გამო. ჩვენ ამის უბადლო მაგალითი გვაქვს თვითონ ქართულ ისტორიაში, როდესაც დიდი ჯაყელი ციხისჯვარელი, მანუჩარ ჯაყელი ციხისჯვარელი, პირველი მტერი სიმონ დიდი ქართლის მეფისა, როდესაც მობრუნდა საქართველოსკენ და ესე იგი აჯანყების დროს შეაფრიალა სამცხეში, სიმონ დიდს არ უარყვია მისი თანამებრძოლობა. აი მაგალითების გათვალისწინება გვმართებს ბატონო სტუდენტებო და საერთოდ ქართველებს მიმართავ რომ ეს მაგალითები უნდა გავითვალისწინოთ ყველამ და ზედმეტი წვრილმანი პრეტენზიები არ უნდა წაუყენოთ
ჩვენს პრეზიდენტს. აგრეთვე კიდევ ისტორიიდან ისე მოვიყვანილ ისეთ მაგალითებს, როდესაც დგება ისტორიული მომენტი ქვეყნის ბედიღლის გადაწყვეტაში, როდესაც ერთ კაცს უნდა ჰქონდეს დიდი ძალაუფლება, რათა როდესაც დგება ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი, ერთი კაცის ძალაუფლებაში უნდა იყოს, ერთი კაცის დიდი ძალაუფლება უნდა იყოს, მე მინდოდა მეთქვა. ასეთი მაგალითებია თქვა ჩვენ ისტორიაში დავით აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალის და უტყუარი მაგალითი იმისა, რომ 18-ში და 1918-1921 წელსში საქართველოს კვლავ დაკარგა დამოუკიდებლობა, მხოლოდ და მხოლოდ ის იყო, რომ უნიათო ხელმძღვანელობა იყო და ვერ უხელმძღვანელა საქართველოს. ამიტომ მე მოვიყვან აგრეთვე უცხო ქვეყნის მაგალითებსაც, იგივე დეგულს მოვიყვან, თქვა საფრანგეთი დაიშლებოდა სხვადასხვა რესპუბლიკებად და ქვეყნებად და რა მოხდებოდა ღმერთმა უწყის დეგული რომ არ ყოფილიყო. მოვიყვან აგრეთვე ჩილეს მაგალითს, შეიძლება ამაზე ცოტა გამაკრიტიკონ ჩემმა ესე მეგობრებმა, მაგრამ ჩილეში პინოჩეტი რომ არ ყოფილიყო, ჩილე დღეს ალბანეთზე უარეს მდგომარეობაში იქნებოდა, იქ სოციალიზმი დამყარდებოდა და რა მოელოდა ჩილეს ღმერთმა უწყის. ასე რომ მეგობრებო, ჩვენ სანამ რამეს ჩავიდენ და რამე პრეტენზიას წავაყენებთ, უნდა ვიცოდეთ და უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნის ბედი და ქვეყნის ისტორია. აგრეთვე მეგობრებო, მე ვსარგებლობ მომენტით და განვაცხადებ იმას, რომ საქართველოს რესპუბლიკის გვარდიაში არსებობდა ქაუზა ჩოლოყაშვილის სახელობის პოლკი, რომლის შექმნაში მეც მიმიწყვის ჩემი გარკვეული წილი. მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს ამბოხება მოხდა, ჩვენ არ ვიცით ამ პოლკის ასავალ-დასავალი, არ ვიცით მისი მეთაურების პოზიცია. და ასე ოპოზიციო ყოფნა და არ შეიძლება. ამიტომ თუ ისინი კიტოვანთან არიან და ანტიეროვნულ მოძრაობას ეწევიან, მით უმეტეს უარესია მათთვის და თუ საერთოდ პოზიცია არ გააჩინათ, ესეც არ არის ლამაზი, იმიტომ რომ ახლა სამოჩებლოში ძალიან დაძაბული ვითარებაა, იქ იბრძვიან ქართველი ვაჟკაცები და ჩოლოყაშვილის პოლკი პირველი უნდა იყოს, ჩემის აზრით იქ. ამიტომ თუ ისინი სამი დღის ვადაში, მე ამას სრული სერიოზულობით ვაცხადებ, არ გამოხატავენ თავის ოფიციალურ ესე იგი პოზიციას არსებული ვითარების მიმართ, ან გაზეთით, ან ტელევიზიით, მაშინ მე ყველა ღონეს ვიხმარ იმისთვის, ვთხოვ სამხედრო მინისტრს, რომ საქართველოს ჯარში შეიქმნას ქაუზა ჩოლოყაშვილის სახელობის მებრძოლი რაზმი, რომელშიც რა თქმა უნდა მეც შევალ და ჩემი მეგობრებით საზოგადოებიდან და რომელიც წავა სამოჩაბლოში საომრად და აგრეთვე კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო ჩვენს სტუდენტებს. და პირადად მინდა მოუწოდო ბატონ მამუკა კაციტაძეს. თუ ისინი მართლა ვაჟკაცები არიან, თუ მათ მართლაც შესტკივათ გული საქართველოსთვის, შემოგვიერთდნენ ამ მებრძოლი რაზმის შექმნაში და ჩვენთან ერთად წამოვიდნენ სამოჩაბლოში საომრად. იმიტომ რომ სამშობლოს სიყვარული არა მარტო სტიპენდიების გადიდების მოთხოვნა და პროკავშირების საკითხი, არამედ მისთვის უნდა შეგეძლოს თავის გაწირვაც. ეს ჩვენ ნათლად დაგვანახა ჩეჩენმა ხალხმა, როდესაც ისინი შეკავშირდნენ დიდი და პატარა ქვეყნის საიშროების წინაშე. და კიდევ ერთხელ მათ ვეტყვი ასეთ რამეს. ისინი ალბათ თუ დაოჯახებულები არ არიან, დაოჯახდებიან, შვილებიც წამოესწრებიან და მათი შვილი ერთხელაც კითხავს, რომ მამა სად იყავი შენ, როდესაც მიმდინარეობდა ფაქტიური, მე აღნიშნავ ფაქტიური ომი რუსეთ-საქართველოს შორის სამაჩაბლოსთვის. სადაც როდესაც სამაჩაბლოში იღვრებოდა წმინდა ქართული სისხლი, სად იყავი შენ? რა უნდა უპასუხონ მათ, რომ რუსთაველზე სავარძლებში ჩამჯდრები ჩვენ სტიპენდიის მომატებას ვითხოვდით, ხო? ხო, ეს ხომ უბრალოდ შერცხვენაა თავის და არა და იძულებული იქნებიან მოატყუონ და ბავშვის მოტყუება როგორც წესი არ შეიძლება ბავშვს თუ მოატყუებ გიღალატებს შემდგომ. ასე რომ კიდევ ერთხელ მოუწოდებ მათ დამიკავშირდნენ ჩვენ მალე შევქმნით რაზმს და თუ ისინი მართლა საქართველოს მამულიშვილები არიან, ჩვენთან ერთად წამოვიდნენ სამოჩაბლოში საომრად. აი ეს არის მეგობრებო, სულ რაც მინდოდა მეთქვა, ეს უნდა მეთქვა მე ყველაფერი თქვენთვის. დიდი მადლობას მოგიძღვნით მე ჩემი მოსმენისათვის, მთელ ქართველ ერს კი გისურვებთ რომ ვიაროთ და მოგიწოდებთ რომ ვიაროთ ღმერთის გზით და ღმერთი მაშინ ჩვენთან იქნება.